მოგესალმებით. მინდა შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა დასახა ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად მისი მმართველობის განმავლობაში. ამას მოყვა ის, რომ ხელისუფლებამ ამ დარგში უამრავი პროგრამა და სუბსიდია გამოყო და ამაში 10-13 წლის ინტერვალში მილიარდობით ლარი დაიხარჯა. საქართველოს კი დღეს ისევ ვერ უზრუნველყოფს საკუთარ სასურსათო და კვების უსაფრთხოებას. საქართველოს ვერ აკმაყოფილებს თავის შიდა მოხმარებას, ქვეყანა რომელიც უნდა იყოს ექსპორტიორი, შიდა მოხმარებასაც არ ყოფნის. უფრო კონკრეტულად 2013-26 წლების ინტერვალში მონაკვეთში 10 მილიარდ ლარამდე არის დახარჯული სხვადასხვა პროგრამებისა და სუბსიდიების გავლით სოფლის მეურნეობაში საქართველოს ბიუჯეტიდან თქვენი გადასახადის გადამხდელების ფული. ამის და მიუხედავად ერთის მხრივ ვერ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივ ბაზარს და მეორეს მხრივ პროდუქტიულობის თვალსაზრისით ქართული სოფლის მეურნეობა რამოდენიმეჯერ ჩამორჩება ევროპულ სტანდარტის ყველაზე მინიმალურ ზღვარსაც კი. ბოლო 13 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ეს არის ხორბლის საკითხი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების ფუნდამენტია. 13 წლის განმავლობაში სუბსიდიების მილიარდობით სუბსიდიების მიუხედავად ხორბლის მოსავლიანობა საქართველოში არის საშუალოდ 1,52 ტონა, რაც ადგილობრივი ბაზრის 10-15%-საც კი ვერ აკმაყოფილებს. ხანდახან 10-ია, ხანდახან 15%-ია. ანუ ძირითადი უმთავრესი კვების პროდუქტის 15%-საც კი ვერ ვაწარმოებთ ადგილობრივად. ხოლო დანარჩენი 85-დან 90%-მდე ხორბლის მოხმარება დამოკიდებულია იმპორტზე. ეს კიდევ პრობლემა არ იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რომ იმპორტი ხორბლისა საქართველოში ფაქტიურად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე. ანუ აი ამ 85-90%-ის შემომტანი საქართველოში არის რუსეთი. რუსეთი ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს საქართველოს ტერიტორიებზე განთავსებული და საერთაშორისო დადასტურებული გენოციდი აქვს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ნაწარმოები. აი დღეს რომ უხარიათ კოცებს ლავროვის შეძახილი მწვანილებთან დაკავშირებით და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, საქართველოს დამოკიდებულია ფაქტიურად სრულფასოვნად რუსეთზე დღეს ხორბალზე. ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს რუსეთმა ხორბლის შემოტანა, საქართველოს ერთ კვირაში პურის გარეშე დარჩება ფაქტიურად ჩვენი შიდა წარმოებით მხოლოდ 15%-ს ვახერხებთ რომ დავაკმაყოფილოთ. დამოკიდებულება იმპორტზე აგრეთვე არის უაღრესად შემაშფოთებელი ისეთ პროდუქტებზე, როგორც არის ზეთი, შაქარი, ხორცი, რძის პროდუქტები და აქ ისევ ლაპარაკია რუსეთზე და რუსეთიდან შემოტანაზე. მარტივი კითხვა ისმის. ერთი, როგორ ხდება, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტზე ვართ დამოკიდებული ხორბლისა და პურის ფქვილის შემოტანაზე და მეორე, სად გაქრა 10 მილიარდ ლარზე მეტი. 10 მილიარდი ლარი ისე როგორ აორთქლდა ბუნებაში, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს შიდა მოხმარებას, არ ვლაპარაკობთ რაიმეს ექსპორტზე გატანას. ფაქტია ერთის მხრივ, რომ ეს პროგრამები და ის სუბსიდიები, რომელიც აი ამ 10 მილიარდ ლარს მოიცავდა, არაეფექტური იყო და პროდუქტიულობა ვერ გაზარდა ქართული სოფლის მეურნეობის. ამას ემატება ის, რომ ძალიან ბევრი კვლევა და გამოძიება ადასტურებს, რომ ეს სუბსიდიები იქნა გაცემული კორუფციული გზით იმ ადამიანებზე და იმ ბიზნეს ჯგუფებზე, რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებულები. და ზოგადად ამ სუბსიდიების მიზანი არა ქართული სოფლის მეურნეობის გაჯანსაღება, არამედ იყო ერთგვარი პენსია და აბსოლუტურად ნოლი ამონაგები აქვს. კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილს გასცენ პასუხი და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს და სხვადასხვა აი ამ კორუმპირებული მთავრობების კასკადმა სად გაქრა 10 მილიარდი ლარი.